ამ რუსულ ნარატივზე მარტივი პასუხი ასეთია: ეს სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა უფრო სიღრმისეულად მივყვეთ. პირველი უნდა ითქვას ის, რომ ოკუპაციას რუსეთი სახელმწიფოების შანტაჟისთვის იყენებს, ცდილობს ეს არაფორმალური ვეტოსავით გამოიყენოს. პროპაგანდის საშუალებით ცდილობს მოქალაქე დააჯეროს, არსად მიგვიღებენ, სანამ ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ბუნებრივია პროპაგანდა ამ დროს საერთოდ ივიწყებს ოკუპანტის სახელს და არაფერს ლაპარაკობს დეოკუპაციის გზებზე. როდესაც ევროკავშირში გაწერენების უპერსპექტივობაზე ტყუილს ავრცელებს, იქვე საკუთარი მოგონილი არგუმენტის გასამყარებლად ნატოში ინტეგრაციას ამატებს, იქაც არავინ მიგვიღებს, თუ ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. პირველი ტყუილი აქ ჩნდება. ევროკავშირს საერთოდ არ აქვს მსგავსი მოთხოვნა ნატოსგან განსხვავებით. ევროკავშირს არ მოეთხოვება, რომ რაიმე პრაქტიკული ქმედებები განახორციელოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. ევროკავშირი კულტურული, სოციალური, ეკონომიკური გაერთიანება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო უცხო ქვეყნის ჩარევასთან. გარდა ამისა, ფაქტია ის, რომ მიმდინარეობს გაწერონების მოლაპარაკებები უკრაინასთან, რომელიც არ მხოლოდ ნაწილობრივი ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, არამედ ომი აქვს ოკუპანტთან საკუთარ მიწაზე. საქართველოსთან მიმართებითაც პირდაპირ და ღიად ითქვა, საქართველოს გაწერონების პერსპექტივა გაიხსნა იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ასეთი ტყუილის მოსმენისას აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ასეთივე მითია საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირი კონფლიქტების ოკუპაციის რუსეთის მიერ თავსმოყრული კონფლიქტის მოგვარებაში არ და ვერ დაგვეხმარება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კავშირის იდეა დღემდე სწორედ ამ კონტინენტზე ერების სახელმწიფოების მშვიდობიან თანაცხოვრებას და განვითარებას ემსახურება. საყოველთაოდ ცნობილია ევროკავშირის შექმნა განვითარების ისტორია, თუმცა რუსული პროპაგანდასთან საბრძოლოდ აუცილებელია კარგად ვიცოდეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ევროკავშირი სათავეს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებიდან იღებს. ევროპის ეკონომიკური გაერთიანებიდან, რომელიც 1951-1958 წელს 6 სახელმწიფომ შექმნა. გაერთიანება ახალი წევრი სახელმწიფოების მიღების შემდეგ ტერიტორიულად გაიზარდა. 1993 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულების შედეგად შეიქმნა ევროპის კავშირი, რომელმაც ასევე შემოიღო ევროპის მოქალაქეობის ინსტიტუტი. 2009 წელს ძალაში შევიდა ევროკავშირის კონსტიტუციური საფუძვლის ბოლო ძირითადი შესწორება ლისაბონის ხელშეკრულება. ამ ისტორიის ნაწილია ერთი არ მხოლოდ ევროპის მასშტაბის, მსოფლიო მასშტაბის მოვლენა, რაც ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ტყუილია თითქოს ევროკავშირი საქართველოს არ დაეხმარება ტერიტორიული მთლიანობის ეკონომიკური განვითარების და რეალური მშვიდობის მოპოვებაში. კონტინენტზე ყველაზე დიდი ტერიტორია მთლიანობა დარღვეული გერმანია იყო. გაერთიანების შემდეგ ბუნებრივია აღმოსავლეთ გერმანიაც ავტომატურად გახდა ევროკავშირის წევრი. აუცილებელია ვიცოდეთ, რომ ევროკავშირი თავისი არსით მშვიდობის პროექტია და პირდაპირ ხელს უწყობს იმას, რომ ქვეყნებმა, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან, ტერიტორიული მთლიანობა აღადგინონ და ეკონომიკურად განვითარდნენ. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არასოდეს მას შემდეგ, რაც ევროკავშირში გაწევრიანდნენ, ომის საფრთხე არ ჰქონიათ. ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, მაგრამ ეკონომიკური უსაფრთხოება ავტომატურად ითარგმნება ზოგად უსაფრთხოებაში, მშვიდობაში. რეალურ მშვიდობასთან ერთად რეალური ეკონომიკური წინსვლა მოდის და ამის საჩვენებელი მაგალითი. 2004 წელს, როდესაც ესტონეთი ევროკავშირის წევრი გახდა, ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფო იყო. დღეს ესტონეთი ერთსულ მოსახლეზე უფრო მდიდარია, ვიდრე არამარტო ბალტიისპირეთის ქვეყნები, ან ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ან თუნდაც უნგრეთი. საქართველო, რომ 2004 წელს გამხდარიყო ევროკავშირის წევრი, დღეს ერთსულ მოსახლეობაზე შემოსავალი $9,000 კი არ იქნებოდა წელიწადში, იქნებოდა $29,000 და ეს რომ ასია, ამის საუკეთესო მაგალითია, როგორც თქვით, ბალტიისპირეთის ცენტრალური ევროპის ქვეყნები, რომელთაც ეს შესაძლებლობა გამოიყენეს.